ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ჩაიარა ფესტივალმა. რაც უფრო ვიზრდებით, უფრო და უფრო მაღალი ხარისხისა ყველაფერი, როგორც მუსიკოსების შესრულება, ასევე ტექნიკური მხარე და მინდა დიდი მადლობა უთხრა მთელ ტექნიკურ ჩვენს გუნდს და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა სპონსორს, განსაკუთრებით Silk-net ფესტივალ. ის რომ ფესტივალი მალერის სიმფონიით დასრულდა ნამდვილად ოცნების ახდენას გავს. ორკესტრიც მზად იყო ამისთვის. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ უკვე მომავალ სეზონზე დავიწყეთ მუშაობა. ისიც ვიცით რომ შემდეგი სეზონი 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე იქნება. ფესტივალს მაესტრო ჯან-ანდრეა ნოზედა გახსნის, ხოლო მას ნიკოლაი შნეიდერი დახურავს. შესანიშნავი მუსიკოსები გვეყოლება. ისეთივე როგორც წელს ყავდა და იმედია კიდევ უფრო მეტი მსმენელი გვესტუმრება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა პირველად ჩამოვსულიყავი როგორც წინადლის ფესტივალზე, ისე ზოგადად საქართველოში. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. რამდენიმე დღით მემუშავა ამ არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად. იმედი მაქვს მომავალ წელს რეპეტიციების გარდა კიდევ უფრო მეტ დროს დავუთმობ აქაურობას და მოვასწრებ ყველაფრის ნახვას. აქ ყოფნა ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილება. შესანიშნავი იყო, შესანიშნავი კონცერტი, შესანიშნავი სეზონი. მე ფესტივალზე მეოთხედ ვარ და ის ყოველ წელს წინაზე კიდევ უფრო უკეთესია. გამომდინარე იქიდან რომ მუსიკოსი ვარ, ცოტა სხვანაირად ვაფასებ ამას და მე მინდა რომ ეს დღესასწაული რაც არის წინადლის ფესტივალი ზოგადად, იყოს ყველას ეს მისაწვდომი, იმიტომ რომ მუსიკა შეუძლია ძალიან ბევრი, მუსიკა შეუძლია გაერთიანოს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, სოფლის ყველა ქვეყნიდან, ნებისმიერი შეხედულების, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი როგორ გითხრათ, ნებისმიერი წამსის, იმიტომ რომ მუსიკა არის უნივერსალური ენა და ის დღესასწაული რაც ყოველთვის არის წინადალში და არის უმაღლეს დონეზე, ეს არის მართლა დიდი საჩუქარი, რაც საქართველოს აქვს. და აი მიცით რა წინადლის ფესტივალი საქართველოს კიდევ ერთხელ იძახის თავის სიტყვას, ეს არის ძალიან დიდი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანა, უმაღლესი კულტურით, არაჩვეულებრივი გემოვნებით და საოცარი სტუმართმოყვარეობით. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ძალიან სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ ვიხილეთ პანკავკასიური ორკესტრი, რომელსაც ჩვენ ადრეც გულშემატკივრობდით. წინადლის ფესტივალი მართლაც რომ განსაკუთრებულია.